ეხლა ვისაუბრებ იმაზე, რა არის ჩემი მოტივი და რა მიზანი მომძრავებს აი ამ ყველაფერს რო ვაკეთებ, რო ვსაუბრობ და მე ამ ვიდეოებს ვდებ. რატო ვაკეთებ ამას? აი ნაცების მხარდამჭერებისთვის ვიტყოდი, აი ისეთი მხარდამჭერები რო არიან, რომ სიძულვილით რო ყავთ დაბრმავებული რა, აი მაგათთვის ვიტყოდი, რომ ბიძინა მიხდის მილიონებს და იმიტომ ლაპარაკობ ამას და დანარჩენი ჯანსაღი საზოგადოებისთვის, ჯანსაღი ნაცისტვის, ჯანსაღი ლეიბორისტისთვის, ჯანსაღი ქოცისთვის და სრულიად საზოგადოებისთვის, ვისაც შეუძლია რომ ნორმალურად იაზრონოს და ნორმალურად ილაპარაკოს და თავისი პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, აი ამ ადამიანებს ვეტყოდი, რომ ჩემი მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ მოვერიოთ ჩვენ თავს და შევძლოთ ერთმანეთთან დიალოგი და დავანებოთ თავი აი ეს უარგუმენტოთ ერთმანეთის ლანძღვას, გინებას და რაღაც იარლიყების მიკიდებას. ოპოზიციას იმიტომ ვაგინებ, რომ ოპოზიცია არის ის ხალხი, ვინც თავის მხარდამჭერებს აძულებენ დანარჩენ საქართველოს და საზოგადოებას და აი ამ სიძულვილს აღვივებენ. და აისახება საზოგადოებაზე, ხო დღეს არის უკიდურესად ერთმანეთთან დაპირისპირებული საზოგადოება. ოპოზიცია მოუწოდებდა ბავშვებს, რომ თქვენი მშობლებს არ დაუჯეროთო, დააბულინგეთო, შეარცხვინეთო, შეეწინააღმდეგეთო და მოკლედ აი პირდაპირ დაყოფისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. აი მაგიტო ვაგინებ და იმიტომ ვიძახი, რომ ქვეყნის მტრები არიან ეგენი. ჩემი ოცნებაა და გულით მინდა ის, რომ აი ეხლა, აი ამ დროს და ამ რეალობაში ვინც ნაცების მხარდამჭერია, ვინც ლელოს მხარდამჭერი და ვინც ვისი მხარდამჭერია, აი ამ ადამიანებმა დაიწყონ ერთმანეთში დიალოგი, ერთმანეთთან გამოვარკვიოთ და ერთმანეთს გაუსწოროთ შეცდომები და ერთმანეთი, როგორ თქვა, დავანახოთ რა ერთმანეთის შეცდომები. ნაცმა ქოცმა იმას და აი ნებისმიერ ხო ხვდებით რისი თქმაც მინდა. შედგეს საუბარი საზოგადოებაში, დაიწყოს დიალოგი. ერთმანეთის ატანა რომ ვიცოდეთ ეგ მინდა. და პატივი როცეთ განსხვავებულ აზრს ეგ მინდა. კიდე ის მინდა რომ თუ ადამიანი ესე იგი შენ იდეოლოგიას არ იზიარებს თავიდან ბოლომდე, ესეთ ადამიანს წერს არ ეძახდე და არ აგინებდე და არ აფურთხებდე. იმიტომ რომ სწორედ ეგ არის დიქტატურა და დაღუპვა და რა ვიცი, რეჟიმიც და ყველაფერი, როცა რაღაცა ერთი აზრია გაბატონებული ქვეყანაში და იმ აზრის მოწინააღმდეგე და ის ადამიანი, ვინც ამ აზრს არ იზიარებს, დევნის ობიექტი ხდება და შევიწროების და აი ეგ არის დიქტატურა და უბედურება ქვეყნის. ღმერთმა დაგვიფაროს მაგისგან, რომ ყველა ერთ აზრზე ვიყოთ და ერთნაირად ვფიქრობდით. მაგრამ ოპოზიციის ნაბიჯები არის სწორედ ეგ, რომ აი მაგას ეუბნება თავის ამორჩეველს, რომ ვინც ჩვენს გვერდით არ დგას, ის ყველა დანარჩენი არის მტერი ქვეყნის გამყიდველი და რუსი და შნირი პუტინის და აი ამ საზიზღრობებს იმიტომ ლაპარაკობენ, რომ სიძულვილი ჩადონ დანარჩენი საზოგადოების აი იმ თავიანთ მხარდამჭერებში და იმიტომ არიან არასწორები. ქართული ოპოზიცია რომ ნაცების მსგავსი ბოროტი ბუნების პარტია რო ყოფილიყო და ბოროტი ბუნების ხელისუფლება, როგორც გადაარჩინა ნაცები, აი რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში პირდაპირ გაგებით, ხო გადაარჩინეს ნაცები. ამას არიზავდნენ. აი ნაცები რო ყოფილიყვნენ მაგალითად პირიქით რო ყოფილიყო მდგომარეობა და აი ოცნება რო ყოფილიყო მიშას ხელისუფლება, ხო? და პირიქით ეს ქოცები ისინი მოვიდოდნენ თუ არა ნაცები, ხალხს გააჩერებდნენ კი არა, პირიქით მიუშვებდნენ და გააქეზებდნენ უფრო რომ ბოლომდე დედაეტირებინათ აი იმ ხალხისთვის, იმ ახალაიები და ვინც ყავდათ, ხო? ოცნებამ ხო რეალურად შეგვაკავა ეს ხალხი, ვინც აი ეს გამწარებული და ის გაგიჟებული იყო.
აი ეგ საზოგადოება ხო შეაჩერა ოცნებამ თავისი მოქმედებით და არ დაუშვა ის რომ რაღაცა აი ფიზიკური ანგარიშწორებები ყოფილიყო. დღევანდელი ოპოზიცია რომ მოვიდეს ახლა ღმერთმა დაიფაროს ხელისუფლებაში, აი დაფიქრდით, როცა ოპოზიციაში ესეთია როგორიც არის და ოპოზიციიდან ცდილობს საზოგადოების ერთ ნაწილს შეაძლოს მეორე ნაწილი. აი ესეთი ხალხი რომ მოვა ხელისუფლებაში, როგორ წარმოგიდგენიათ, რას იზავენ, ხო? რას ეტყვიან იმ თავის ამორჩეულს, რომ არა არ ყოფილან რუსებიო და მტრებიო და გამყიდველებიო თუ აი რანაირად. იმიტომ ვაგინებ ოპოზიციას და იმიტომ ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა აი მაგ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნისგან, რომ პიროვნულად ყველა ვიცით ვინ რა არის და დღესაც აი რასაც ვლაპარაკობ, ხო ფაქტია, აი ხო ჩემი ბოდო არ არის. ხო ოპოზიცია ცდილობს იმას, რომ საზოგადოებას ყავდეს მუდმივ დაპირისპირებაში ერთმანეთთან. ჩემი თხოვნა იქნება ყველასთან, ვინც ამ ვიდეოს ნახავს, რომ უბრალოდ დაველაპარაკოთ ერთმანეთს და მოვთხოვოთ არგუმენტით საუბარი, რომ მეძახი რუსს, რატომ მეძახი რუსს უნდა მითხრა. ის კი არ უნდა მითხრა, იმიტომ გეძახი, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვიღაცა შოლცი ეგრე იძახის, ეგ არა. ნამდვილი არგუმენტი რაც არის და ფაქტი რაც არის, აი არგუმენტებით და ფაქტებით დაველაპარაკოთ ერთმანეთს. კი არ ვეჩხუბოთ და კი არ ვლანძღოთ და კი არ გავანადგუროთ ერთმანეთი. არა. ერთმანეთთან დიალოგი შევძლოთ და ერთმანეთს გამოუსწოროთ შეცდომები. თუ სწორ გზაზე ვართ დასაყენებელი, დავაყენოთ ერთმანეთი აი ამ დიალოგის და არგუმენტების და ფაქტების გზით. კაი გზაზე, ერთმანეთის სწორ გზაზე და ყველანი გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გარშემო. ნაციც, ქოციც, პრორუსიც, პროევროპელიც და საერთოდ ყველა. ყველამ ერთმანეთში ვისაუბროთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვისაც რაც შეუძლია იქ იჩალიჩებს იმას, რომ ამ ქვეყანას სიკეთე მოუტანოს. ამერიკაში იქნება, რუსეთში თუ ყირგიზეთში. ამის ნაცვლად ყველაფერი საპირისპიროდ ხდება. გარბიან და საქართველოზე საზღვრებს ლაპარაკობენ, ვისაც რაც შეუძლია. ამერიკაში ჩავა, იქ გამოუთხრიან ამ ქვეყანას ძირს, ვიღაცა ევროპაში გაიქცევა, იქ ეჩალიჩება, რომ სანქციები დაგვადე და ვიზები გაგვიჩერე და უბედურობები და აი ეგ არის მაგათი პატრიოტიზმი. იმ ხალხს ვინც სიძულვილით არის აი დაბრმავებული, აი იმ ხალხს არ ვიცი მართლა ეშველება თუ არა რამე, აი როგორნიათ რომ ეხა მე რო შემომხედავენ და რომ მომისმენენ და რო იფიქრებენ რომ რუსი ვარ და შეის ვარ რაღაცა პუტინის გრიშნირი, ამ ადამიანებს მე მგონი არაფერი აღარ ეშველებათ, მაგრამ ყველა საღათ მოაზროვნე ადამიანი ნაციც, ქოციც და საერთაშორისო არ აქვს რომელი პარტიის მხარდამჭერია და რომელ პოლიტიკურ კურსს და იდეოლოგიას იზიარებს, აი ვინც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ, აი ამ ხალხმა ერთმანეთთან ლაპარაკი დავიწყოთ. თავი დავანებოთ ამ ნაგავ პოლიტიკოსებს. ამ ხალხს, აი ამ ნაგავს, ქოცებსაც და ნაცებსაც, რაც დროულად გავიტანთ და რაც დროულად მოშორდება ეს ხალხი პოლიტიკას, მით დროულად იქნება საქართველოს მომავალი გარანტირებული სიკეთისთვის და ძლიერებისთვის და მალე ავაშენებთ ჯანმრთელ და ჯანსაღ ქვეყანას, მაგრამ როცა აი ეს ნაგავი არ გვაძლევს მაგის საშუალებას, აი პოლიტიკოსები ხო არ იძლევიან იმის საშუალებას, პირიქით უკრძალავენ დიალოგს ადამიანებს და პირდაპირ მოუწოდებენ, რომ მიუღებელია ყველანაირი აზრი და ყველა ადამიანი, ვინც მათ მხარდამჭერი არ არის, ეს არ მოსულა. ამიტომ ხალხმა ჩვენ თვითონ დავიწყოთ ერთმანეთთან საუბარი და ერთმანეთთან გამორკვევა, ერთმანეთში გარკვევა. და უარი უთხრათ სიძულვილს და ერთმანეთის ატანა ვისწავლოთ. აი ეს არის ჩემი მიზანიც, ჩემი თხოვნაც და ყველაფერი, რომ აი ეს მოხდეს და შედგეს საზოგადოებაში და თავი დავანებოთ უარგუმენტოთ და უფაქტოებოთ ერთმანეთის იარლიკების მიწებებას და ლანძღვას და გინებას. აი ესე როგორ გამომივიდა ამ ვიდეოში ამ ყველაფრის ახსნა არ ვიცი, მაგრამ
თავარ აზრს მოკლედ მიხვდება ყველა, ვინც ნახავს და ვინც მართლა სიძულვილით არ არის დაბრმავებული.